მოგესალმებით ქალბატონო, დღეს უნდა მელაპარაკა, არ ვიცი რაზე, ალბათ ყავა თუ ჩაი. აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახლა არ ჩანვარ წესით, მაგრამ ყავას ვიკეთებ და მაგიტო. Короче, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვეულებრივ რაღაცა დაიხომს ყავას დალევს თუ ჩაის. არა და ამ ორს შორის არის ულევი განსხვავებები. მე თუ მკითხავთ რა. ყავას ვინც ვამს, ისინი დღის განმავლობაში უფრო ენერგიულები არიან და ღამე ყოველთვის ესე. და ღამეც სჭირდებათ ყავის დოზა. ყავა არის ნარკოტიკებით, რა მე თუ მკითხავთ რა. ანუ ისეთ რაღაცა, რაც შენ კი არ გჭირდება, შენს ქვეცნობი არ სჭირდება, რომ ხშირად მიიღო უკვე რა. იმის გამო რომ ფიქრობ, რომ აი ყავის გარეშე ვერ ვარ ხოთზე და ყოველთვის დილით აი ყავის დალევას ამჯობინებენ ხოლმე ადამიანები, ვინც დღის სამსახურებში მუშაობენ, ან ღამის სამსახურში თუ მუშაობ. მაგ შემთხვევაშიც ღამე სამსახურის წინ ყოველთვის ასწორებს რა. რაღაცა ენერგიაზე მოდიხარ, ასე ფიქრობ ყოველ შემთხვევაში. არა და სინამდვილეში ასე არ არის. ყავა როგორც გაძლევს ენერგიას, ისევე მიაქვს ეგ ენერგია რა. საკმაოდ ძლიერი რაღაცა არის ყავა, მე თუ მკითხავთ და ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ესე მიგდებულად გაყიდვაში. იმიტომ რომ ძალიან მაგარ დამოკიდებულებას იწვევს და მაგარ ბევრ პრობლემას იწვევს რა. მე თვითონ ახლა პირადად გულძმარვა ხო იცით რა არის? ქართულად ქვია გულძმარვა, თორე ისე იოგას ეძახიან. აი გულძმარვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კოფეინი რა. ჩაი შეიცავს კოფეინს ისე, ოღონდ და არა იმ დოზით, რა დოზითაც ყავა. და აქედან გამომდინარე არის ჩაი ალბათ ცოტა უკეთესი სასმელი. მე ეგრე ვფიქრობ. ჩაი ხო შეიცავს კოფეინს? კი, ამა? ხო. ხო და აი მე ვფიქრობ, რომ ყავას ვინც ვსვავთ, ჩვენს სხეულს ძალიან დიდი პრობლემებს უჩთავთ არსაიდან. ისე რომ არც დაუმსახურებია. იმას. გინდა დავამსხორიო შენი რაღაცა თუ სწორად გავიგე. მიდიება? შენ თქვი რომ ყავა ცუდია? ხო. ძალიან კარგია ყავა. მე ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა. ორსულებისთვისაც კი არ არის შეზღუდული, დღეში მინიმუმ მაქსიმუმ 3 ჭიქა ყავა. ხო, მაგრამ აი რა? ალექსა ჯანმრთელი ანუ მაგას წერს. რა? ყავას რო სვამ, ყავას დამოკიდებული ხო ხდები? დამოკიდებული? როგორ არა, მე დამოკიდებული ვარ. არ ხარ. ვარ. აი შეგეძლია ჩაითი ჩაანაცვლო და არ შემიძლია, ეგაა პრობლემა. არა, უბრალოდ ჩაი არ გიყვარს საკმარისად. მაგრამ ევასება ჩაიც, მაგრამ აი ყავას რო სვამ ხოთზე ვარ და ჩაის რო სვამ არ ვარ ხოთზე. იმიტომ რომ აი აქ შექმნია ეგ დამოკიდებულება. ხო და მაგას გეუბნები რომ აქ იქნება ეგ დამოკიდებულება, თორე აბა დამოკიდებული რო ხარ ყველაფერით აქ ხარ. მე მეგონა რომ ყავაზე ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ მე დავამოღამე რომ სხვა ცხელი სასმელები ან სახში არ მქონდა, ან ეგრე ძალიან არ მიყვარდა, მაგრამ მე მწვანე ჩაი გამახსენდა რომ მიყვარს და მწვანე ჩაი სვამ, როცა ყავის დალევა არ მიდე და ხო მაგას გეუბნებია, რაღაც ალტერნატივა. მწვანე ჩაი, შავი ჩაი ხო? მე აღმოაჩინე მატჩაც და ანუ მატჩა ვაფშე რა გემოა. ჩანაცვლებადია ყავა რა? არ არის ჩანაცვლებადი. აი ყავას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. დედამიწა შეგიძლია ყველაფერი ჩაანაცვლო, მაგრამ ყავას ვერ ჩაანაცვლო, რანაირად უნდა ჩაანაცვლო. Короче, აი მოვიდა ამერია რა, აი ხო ვლაპარაკო. მე ვფიქრობ, რომ ყავას ვინც დიდი დოზით სვამთ, არ უნდა დალიოთ რა. დიდ დოზაში რა იგულისხმება 1 ლიტრი? რა 4-5, მე ხო 4-5 ჭიქას ხო ვსვამ დღეში. არა. რა არა. გუშინ დავლია მინიმუმ 6 ჭიქა. და შენთან 3. ახლა ვითომ კვერცხის თარიღს უყურებს და ვითომ აღარაფერი აღარ მეშია. მე წინასწარ გეუბნები. ზად. ხო, ლენკას ზოგადად არ უყვარს ხოლმე, როცა საჭმელს აკეთებს. მე მეკითხება, რომ შენ სხვა არ გინდაო. და იმ მომენტში ახლა იასნა მე ხო არ მინდა, არ მშია და. მე რაღაცა ის რომ მოხდება. რა? ათეთრიანი არ გაქვს? რა? აღარ იძლევა გამოჩ. აი მე ავანთებ. ხო და სად ვიყავი? ასე ვიხდი? ლენკა რომ მეკითხება, საჭმელი გინდაო? არა მე თქვეუბნები და მე რო აკეთებს, მე ვუჭამ. ხო ეგრე უნდა იყოს, ეგ ხო ნორმალურია. მე მაგას ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება იქ იყოს ანომალიური. და ლენკას ძალიან უყვარს კვერცხი. და მე ძალიან მიყვარს კვერცხი და მე მგონია რომ სახში 1-3 ქათამი დაგჭირდება. გეტყვი, მაგრამ მაგარი ჯანსაღი არის. აი ჯანსაღი არის ეს ყავის დედა რო აკეთებს. ძალიან სწრაფიცილების წყარო არის რა. ხო და მალევე თან მარტივად აკეთებ. ხო დიდად არ მიყვარს. არა, მე ვდები. ადვალიან შკალაზე ხაჭაპურებში ჩემი საყვარელი ხაჭაპური რომელია, იცი? გურული. ხო. და აჭარული.
ხალხი ხაჭაპური მაგრამ არ მევასება რა მე ვარ ლობიანი თიმ ლობიანი ძმო აი თიმ ლობიანი გადაგვარჩენს ლობიუმ გადაარჩინა ომის დროს საქართველოს ვაყუებდით და ვთმევოდით ეს ლეგენდაა მაგრამ მე მგონია რომ ნაღდია და ლეგენდა ის იყო სხვათა შორის მაგარი ცუდი ამბავი გამახსენდა 90-იანებიდან რა 90-იანებში გაჭირვებაში თემქაზე არსებობდა ერთი ეგეთი ადამიანი სახელს და გვარს არ გეტყვით და არც მახსოვს რომ მოგატყუილოთ რომელიც ძალიან ხშირად თავის უბნელებს ეპატიჟებოდა მწვაძე და მოგეხსენებათ 90-იან წლებში მწვადის ფული არავის არ ქონდა მწვადის რა ხორცი და მით უმეტეს სხვისთვის არ ემეტებოდათ იმიტომ ხა მე რო 1 კილო მწვადი მაქვს კი არა 1 კილო ხორცი მაქვს სახლში გავაკეთებ ჩემთვის გადავინაწილებ და ვიცხოვრებ ეგრე ხო Sorry. ASMR ჩამეთ. მინდა. ხო და სად ვიყავი? ხო და ამწვადავებდა ხოლმე ამ ხალხს, თავის უბნელებს. ძალიან ხშირად. რაც დამერწმუნებით, რომ ძალიან გასაკვირი იყო იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში, რა. ანუ გაგანია ომი მიდის ქვეყანაში და ამ ტიპს პატივს ცემენ იმის გამო, რომ ესე მწვად უჩითავს არსაიდან ყოველ დღიურად. მე რაღაც ეტაპზე გაიასნდა, რომ თურმე ეს კაცი სინამდვილეში იყო მკვლელი. რომელიც თავის მოკლულ მსხვერპლებს მე თავის უბნელებს აჭმევდა. ეს საბეთო თემქაზე. და ეს არის სრულიად ნამდვილი ამბავი. და ამ ადამიანს ეჯერა მართლა ეჯერა, რომ სხვა გზა არ ქონდა და რა ეკნა. და თვითონ ესე როგორ გაიყვა? იმდენად ხშირად აჭმევდა, რომ ხალხი დაინტერესდა, საიდან აქვს ამას წვადიო. მე სახლში ავიდნენ ამასთან და რაღაცები ნახეს აცივარში. რომელიც ნამდვილად არ გავდა ღორის ხორცს ალბათ. მე არ მჯერა მაგრამ. რა არ გჯერა, ნაღდი ამბავია. სახელი და გვარი მითხრა. რა მახსოვს იმის სახელი და გვარი, იმის სახელი და გვარი არ მახსოვს ის საქართველოს ვინ შემოუწია მე-12 საუკუნეში, მაგის სახელი და გვარი რა შემეინტერესებს. Короче, სხვათა შორის ადამიანის ხორცზეც იძახია, რომ ჯანსაღიაო. აბა? და კანიბალები ზოგადად ეს აფრიკული ტომები ვინც არიან ეს კანიბალები ხოძზე რო არიან და რო დაფრინავენ და მართლა ლეოპარდებს რო დაძდევენ მოსტყნავად. ეგ იმიდან გამომდინარე შეიძლება იყოს, რომ ადამიანის ხორცს რო ჭამენ მაგიტო. და ალბათ ყველა სპეციაში, რა ქვია სპეცს, როგორ არის ქართულად? სახეობა. ყველა სახეობაში კანიბალიზმი ალბათ რაღაცა ძალის მომტანი იქნება. ყველა ვარიანტში, აი ბუზმა ბუზიო შეჭამოს, დიდი ბუზი იჩდება და მე დედას მე ჯوامს ჩვენ პუზე. ხო, რაღაცა ეგრე მგონია მე. ეს ამბავი რომ მოგიყევით ბოდიში, მაგრამ უცებ გამახსენდა და რო მომეყოლა მე ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი. თან ლენკა აგერ სალთის ფურცლები გააშრო. მაგას არ ჯობია რომ გაფინოს. აივანზე, სარეცხის თავზე. ой, ჰაერზეც გადავიღოთ მე, მაიცა. არხი გამოიწევთ ვიდეო დაალაიქეთ, გულში მაკოცეთ და მე კარგად ვიყავით. რა? ეგეც რა ახლა გადაიღო ჰაერზე. სადა? 8 წუთია საუბრო. მე 8 წუთი კაია. ხვალისთვისაც მინდა. ხვალ ტექნიკას მართმევენ და ვერ მოვასწრებ და ჯობია დღეს გადავიღო ხვალისთვის. ხვალამდე